განგრძობითი პროცესის ნეგატიური შედეგები, რომელსაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება და პოპულარიზაცია ჰქვია. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ზაზა შათერიშვილი ეხმიანება. ფილოსოფოსის სიძულვილის გახშირებულ რიტორიკასა და ზოგადად რადიკალების ქმედებების შესახებ წერს. მისივე თქმით, ფაქტების შემოbrunება, თეთრის შავად, სიკეთის ნგრევად და ქველმოქმედების ბოროტებად წარმოჩენა Deep State-ის ხელწერაა. მთავარ აქცენტს კი შეერთებულ შტატებში კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაზე და რადიკალების მხრიდან ამ დანაშაულის შეფასებებზე აკეთებს. როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა იმ რეაქციებზე, რაც ფსევდოლიბერალი ფაშისტების მხრიდან მოჰყვა ჩარლი კირკის მკვლელობას, ძალიან მნიშვნელოვანია მიზეზ შედეგობრივი კავშირების სწორად დანახვა, რადგან ფაქტების ურთიერთკავშირის მიზანმიმართულად აღრევა ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია. შეცდომაა ამაზე რძენი რეაქციები მოჰყვა მკვლელობას. სწორია, ამაზე რძენ რეაქციებს მოჰყვა მკვლელობა. ყველა დანაშაულებრივი ფაქტი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ადამიანების მკვლელობა, ლანძღვა, ბულინგი, ტერორი, ეს არის კონკრეტული შედეგი იმ განგრძობითი პროცესის, რასაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება და პოპულარიზაცია ჰქვია. ჩვენ გარშემო სხვადასხვა მეთოდებით და საშუალებებით გამუდმებით ითესება სიძულვილის და ზიზღის რიტორიკა. ამ ყველაფრის ნაყოფი კი სხვადასხვაგვარია, ზოგი მძიმე, ზოგი უმძიმესი. ამიტომ ჩარლი კირკის მკვლელობის, პოსტივის ქალი ჟურნალისტის უკიდურესი შეურაცხყოფის, პარლამენტის გადაწვის და სხვა ტერორისტული აქტების შემსრულებლები არა ის კონკრეტული ხალხია, ვინც სასახლეც ხელი გამოკრა, ვინც სიტყვიერად შეიგინა ან ვინც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, არამედ ის ბოროტ მოქმედები, ვინც მოწყვლად გარემოს ქმნის 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე. უბრალოდ დააკვირდით, რა მარტივი მეთოდით მუშაობს ფაშისტური იდეოლოგია. ისინი გააფუჭებენ ყველაფერს, გესწრიან, გაგინებენ, დააგარბებენ, ხოლო შემდეგ უტიფრად გკითხავენ, რა 23 წლის სტუდენტი გოგო უნდა ჩასვა ციხეში ბანერის დაზიანების გამო. რა ქალი ჟურნალისტი მხოლოდ იმიტომ უნდა ჩასვა ციხეში, რომ პოლიციელს სილა გააძნა. მოსაკლავი იყო და მოკლა. თავიანთ ნამოქმედარს ისევ თქვენ დაგაბრალებენ. სწორედ ფაქტების შემოbrunება, გაუგუღმართება, თეთრის შავად, სიკეთის ნგრევად, ქველმოქმედების ბოროტებად წარმოჩენა დღეს Deep State-ის მთავარი იარაღი. ამ მსჯელობაზე ერთი უნიკალური მაგალითი მახსენდება, როდესაც უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს Deep State-ის აგენტს დმიტრო კულებას ათქმევიდეს, რუსეთი იმიტომ დაგვესხა თავს, რომ 2008 წელს ნატოში არ მიგვიღესო. არა და სწორედ იმიტომ არ მიიღეს უკრაინა და მათ შორის საქართველო ნატოში, რომ ეს ომები მომხდარიყო. თანაც ცინიკური ის არის, რომ ვინც ნატოში არ მიიღო ეს ორი ქვეყანა, რათა შემდგომ ეს ომები მომხდარიყო, სწორედ იმ ძალამ აიძულა კულება მიზეზ შედეგობრივი კავშირები უგუღმა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის.